თითოეულობა დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე ისევ ძლიერად თოვს. თოვლის საფარი ბათუმის დაბლობში უკვე 9 მეტრს აღწევს, მაღალმთიან ზონაში კი მეტრსაც აჭარბებს. აჭარაში უკვე მესამე დღეა თოვს, პერიოდულად იქ იქნება გაზის მიწოდების, წყლის ან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები. უამინდობის გამო გაუქმებულია ყველა რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, აჭარის 5-ვე მუნიციპალიტეტში შეჩერებულია სწავლის პროცესი. თითოეულობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიაში. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ დროულად გაწმინდონ გზები და აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება იმ სოფლებში, რომლებიც გარე სამყაროს რამდენიმე დღეა მოწყდა. თამარ თედიაშვილი მოგვიყვება ვრცლად თითოეულობის შესახებ, ამჯერად აჭარაში, ის ბათუმიდან უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ, ბათუმში საკმაოდ მძიმე მეტეოროლოგიური ვითარება, მესამე დღეა უკვე გადაუღებლად თოვს და თოვლის საფარმა 9 მეტრს გადააჭარბა. მოქალაქეებს უჭირთ ქუჩაში გადაადგილება, შეზღუდულია გადაადგილება როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე შიდა ქუჩებზე, ბათუმსა და ბათუმის შემოგარენში. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩები იწმინდება, მუშაობს მძიმე ტექნიკა, თოვის ინტენსივობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მძიმე ტექნიკა ვერ ასწრებს ქუჩების გაწმენდას. ავტომობილებს უჭირთ გადაადგილება როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე როგორც გითხარით, შიდა ქუჩებზე. გაუწმენდავია მისასვლელების საავადმყოფოებთან, დაკეტილია სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები, გაუქმდა ბათუმის აეროპორტში არაერთი რეისი და ასევე სწავლა შეჩერებულია, სასწავლო პროცესი შეჩერებულია როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. ხეების მოტეხვის შემდეგ და ასევე სხვადასხვა კონსტრუქციების დაზიანების შემდეგ რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა ქალაქში. მოქალაქეები ამბობენ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, მათ უჭირთ გადაადგილება და ბათუმში შეზღუდულია როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით მოძრაობა. დამირეკეს და მე მგონი 11 წუთებზე. ჩამოგრეული დაგხვდათ რა მოხვედით? არა, დამირეკეს და ეხლა მოვედით ჩვენაც. და პარკინგზე ყავდათ? კი. ახლა მივდოდი, ზეით მივდოდი, ხელბეჭოვზე მივდოდი, ვერაფერს ვერ წავყი. არ მუშაობს ტრანსპორტი? არა. გადაადგილება გიჭირთ? მიჭირს, აბა არ მიჭირს. აწმენდნენ გზებს ხედავთ ისე? რა ისწვენ და დღეს წვენ და სულ არ გაჩვენი, არ არის. გუშინ საღამოს დავაყენე. გუშინ საღამოს და მის მერე ესე დაიფარა თოვით? ეხლა გიწევთ თქვენი ძალებით გაწმენდა. ნუ კი. რო გამოიყვანეთ? არა, ნუ ახლა მე მინდა რომ უბრალოდ რომ დროის დადნება და გაყინას რომ ვაფშე არ დაიბლოკოს. მესამე დღეა თოვს. მე გამოვედი დღეს პირველად და აივნიდან უყურებ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე თოვლი არის ულამაზესი და მართლა ლამაზ სანახაობაა, ქალაქში არის სრული კოლაფსი. გაუქმდა სკოლებიც, ბაღებიც დღეს დაიწერა და ვერ ხვდები ეს თოვლი სტიქიათ არ ითვლება და რატო უნდა იყოს გაუქმებული სკოლები და ბაღები. ასევე დღეს გამოვედი და უმეტესად 99% საკვები პუნქტებიც, კაფეებიც, რესტორნებიც არის დაკეტილი. ჩვენი ინფორმაციით ამ მომენტისთვის ბათუმში აბონენტებს მიეწოდებათ გაზით, ელექტროენერგიაც და წყალით, თუმცა რთული ვითარებაა სოფლებში, როგორც აჭარაში, ასევე გურიაში. მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები, ასევე გაუწმენდავია ცენტრალური გზები და ითხოვენ დახმარებას. მადლობა თამარ თედიაშვილი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.